დღეს ქართული ოცნების სასიკადულო ხელისუფლებამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ღირსეული ნაბიჯი გადადგა ქართული ავტოკრატიის მშენებლობის განვითარების გზაზე. ყველა დროის ყველაზე უმორალო ქართული ოცნების მთავრობამ რეალური პრობლემების მოგვარების ნაცვლად გადაწყვიტა, რომ შექმნას მორალის პოლიცია, მეგობრებო. მორალის სამმართველოს უდიდესი შრომის გაწევა მოუწევს, რადგან 10 კაციანი რაზმი შეეჭიდება 3 მილიონი ქართული Facebook გვერდის კონტროლს. დიდი ძალის ხმევა დაჭირდებათ ამ ხანაგებს ამისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შრომა აუცილებლად დაუფასდებათ. ყველაზე ჰუმანური შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო უკვე შექმნილია. აი ახლა ამ წუთებში, როდესაც თქვენ მისმენთ მე 10 თანამშრომელი თავდაუზოგავად სკროლავს სოციალურ ქსელს და ამით სკროლვასკრინვის სამმართველოს მთავარ ფუნქციას ასრულებს. თქვენს Facebook კედლებზე ამიერიდან არა ვინმე ციცოდეი და არამედ მორალის პოლიცია გააკონტროლებს. რა ჭკუაზე ხართ, რა გონებაზე, რა საკომენტარებთ, რა წერთ და როგორი ემოცია გაქვთ. ამიტომ შვიდათ იყავით ქართველებო. როგორც ჩანს, ოცნების ახალი პოლიტიკური პროგრამა ასეთია და ძალიან მარტივი. სულ უფრო ნაკლები თავისუფლება ხალხს, მეტი მონიტორინგი. ნაკლები პასუხი რეალურ პრობლემებს, მეტი მოქალაქეების პროფილების სკრინები ხელისუფლებას. ლაშა და ყოჩაღ ამხანაგებო. ვაი თქვენს პატრონს ქართულ ოცნებამ. ახლა კი სერიოზულად ვთქვათ. მორალის პოლიცია შექმნა ხელისუფლებამ, რომლის დამსახურებაა საქართველოში ქართული ენის დეგრადაცია საჯარო სივრცეში, რომლის გენერალური მდივანი, პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები სხვადასხვა დროს დედის სისხლს იგინებიან იმ დარბაზებში, რომელშიც მიიღეს საქართველოს კონსტიტუცია, რომელშიც მიიღეს საქართველოს დამოუკიდებლობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ადამიანები აკონტროლებენ საქართველოს მოქალაქეების ენას, თურმე და იმ უწყების გავლით, რომელს უწყებასაც ტვირთად ადევს რამოდენიმე დღის წინ წამება საჯაროდ ადამიანის, რომელიც ვიდეოზე დაფიქსირდა და რომელიც ზოგადად სისტემურად აწამებს ადამიანებს, პოლიცია, რომელიც შენობით ელაპარაკება აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს, პოლიცია, რომელიც ამცირებს საქართველოს მოქალაქეებს პერმანენტულ 24 საათიან რეჟიმში, თურმე აი ეს უწყება დღეს არის სანდო იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ენა აკონტროლოს. სამარცხვინო მოვლენა არის და კიდევ ერთი ღრმად გადადგმული ნაბიჯი საქართველოს მოქალაქეების თავისუფლებების შეზღუდვის გზაზე. ეს ასე არ დამთავრდება, ბოლოს მაინც ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. მადლობა.